სამედიცინო ამუნარიდი შეიცავს შემდეგ წინადადებებს. ყველა სახის მკურნალობა, რომელიც ამცირებს არტერიული წნევას, ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს. ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა არეგულირებს გულის ცემას, ამცირებს არტერიულ წნევას და ამავდროულად ზრდის დაღლილობას, ხო? თუმცა მაპირისპირებელი კავშირი გვაქვს, მაგრამ როგორც დაკავშირი, ისე შეგვიძლია ავიღოთ. აქ გვაქვს თანხმედრა, ხო? ესე იგი არტერიული წნევის შემცირება და არტერიული წნევის შემცირება, ორივე დებულებაში გვაქვს მოცემული. ამიტომ თუ კი ბეტა ბლოკატორებით მკურნალობს პაციენტი, ეს იწვევს არტერიული წნევის შემცირებას, რაც თავის მხრივ უნდა იწვევდეს გულ სისხლ ძარღვთა დაავადებების რისკს. უпростоრად უნდა ამცირებდეს გულ სისხლ ძარღვთა დაავადებების რისკს. ესე იგი ჩვენ ჭირდება ისეთი პასუხი, რომელიც ბეტა ბლოკატორებით მკურნალობის შემთხვევაში გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს არ შეამცირებს. ასეთი წინააღმდეგობრივი მსჯელობა გვაქვს მოცემული ეპასუხში. თუ კი დავუმატებთ ეპასუხს დებულებას, ნახეთ როგორ წინააღმდეგობას მივაწყდებით. არც ერთი მკურნალობა, რომელიც ზრდის დაღლილობასო, ესე იგი იგულისხმება ამ შემთხვევაში ბლოკატორებით მკურნალობაც, რომელიც ზრდის დაღლილობას არ ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკსო. ესე იგი თუ მკურნალობა ზრდის დაღლილობას, ჩვენ ესე იგი ბეტა ბლოკატორებით მკურნალობის ფაქტთან მივდივართ, ამდენად ეს უნდა იწვევდეს არტერიული წნევის შემცირებას და ამავდროულად გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკის შემცირებას. არც ერთი მკურნალობა, რომელიც ზრდის დაღლილობასო არ ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს, უკვე წინააღმდეგობრივი გახდება ჩვენი მსჯელობა. იმიტომ რომ ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა ზრდის დაღლილობას და თან ამცირებს არტერიული წნევას და თან არტერიული წნევის შემცირება იწვევს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკის შემცირებასო და ამავე დროს გვეუბნებიან, რომ არც ერთი მკურნალობა, რომელიც ზრდის დაღლილობას არ ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს. აქ უკვე ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობრივ მსჯელობას. განვიხილოთ დანარჩენი პასუხები. ყველა სახის მკურნალობა, რომელიც არეგულირებს გულის ცემას, ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს. ხო, ესე გულის ცემის დარეგულირება, რომელიც ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკს, არ იწვევს მსჯელობაში წინააღმდეგობრიობას, ხო? არის წინააღმდეგება, შეიძლება რომ ამ გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკის შემცირებას იწვევდეს ერთი მხრივ არტერიული წნევის შემცირება, ან მეორე მხრივ გულის ცემის დარეგულირება, ხო, რატო წინააღმდეგება? B. ყველა სახის მკურნალობა, რომელიც ამცირებს დაღლილობას, დაღლილობის შემცირება ჩვენთვის აქტუალური არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისეთი ტიპის მკურნალობაზე, რომელიც ზრდის დაღლილობას, ხო? აქ საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია მკურნალობაზე, რომელიც ამცირებს დაღლილობას. ზოგიერთი მკურნალობა, რომელიც არ ამცირებს არტერიული წნევის წნევას, ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკსო. ესე იგი, შესაძლებელია, ხო? ანუ აქ ხარწერია, რომ მხოლოდ ის მკურნალობა ამცირებს არტერიული წნევას, მხოლოდ ის მკურნალობა ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკსო, რომელიცო არტერიულ წნევას ამცირებს. ეს ხარწერია. ანუ, რომ გავამარტივოთ ეს აზრი, არტერიული წნევის შემცირების გარეშეც ხომ არის თეორიულად შესაძლებელი გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკის შემცირება. ამიტომ ზოგიერთი მკურნალობა შეიძლება ამ შედეგს აღწევდეს არტერიული წნევის შემცირების გარეშე. არც ერთი მკურნალობა, რომელიც არ არეგულირებს გულის ცემას, არ ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადების რისკსა. არ ვიცით ჩვენ მკურნალობა, რომელიც არ არეგულირებს გულის ცემას, როგორ რეაგირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადებების რისკზე. ამიტომ სწორი პასუხი აქ გამოვა E.